ჩანაწერები რუსთავი ყველაფერთან ერთად პოლიტიკოსების ნაწილი საუბრობს პროვოკაციაზე პრეზიდენტმა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე ახსენა. თქვენ როგორ ხედავთ პროცესის განვითარებას? თქვენ ახლა სიტუაციას უწოდებდით დაძაბულ სახიფათოს და ასე შემდეგ. აბსოლუტურად პასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა. და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზეს და კიდევ ერთ გაუგებრობაში მოხდა ეს კაცი. კაცი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება, თქვა კონსტიტუციური ბალანსი, სასამართლოზე ჯერ როგორ იკადრა. და მან დაარღვია კანონი, ცოტა შორის. კანონის სადარაჯოზე დგომათ უნდა თავი მოგვაწონოს და ამ დროს თვითონვე არღვევს თავისსავე გამოსვლაში. და რაც შეეხება დაპირისპირებას, არავითარი საფუძველი გადაწყვეტილება არ მიიღოსო, ხო, როცა ეს არავითარი არ ქონდა მას უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. და ისევე არ ქონდა უფლება გააცხადოს ის, რომ რაღაც ხდება და კონსტიტუციური ბალანსი უნდა დაიცვას. სხვა შორის ხედაშენ მოგპასუხა ძალიან კარგად. მეც უფრო მწვავედაც უპასუხებდი. მე მინდა პრეზიდენტზე კითხოთ შემდეგ, ამიტომ სიტუაციაზე მე მინდა რომ გავალო, არაფერი არ ხდება. გარდა ამ 2000 კაცისა. ახლა 2000 კაცს ნებისმიერ კელეხზე მოაგროვებ. რუსთავი 2 დაათრევს ამ 2000 კაცს სამსაცოდავს ზოგს ფულს უხდის. ზოგი ნათესავია, ზოგი მეგობარია, დაწვალებს არაფერი არ ხდება. რომელი სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი? ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ აქ დაუშვა. არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს და ის ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, სწორედ მათ უნდათ რომ გააправონ ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დაუძლურებულია და ღებულობს იმას, რაც დათესა და იმკის იმას და მას არავითარი რესურსი საზოგადოებიდან და არავითარი მხარდაჭერა რეალური არ გააჩნია, აი მარგველაშვილი სწორედ თავისი განცხადებით ცდილობს რომ ესე წარმოაჩინოს. რეალურად არაფერი მსგავსიც არ ხდება. ის ვინც აკეთებს განცხადებებს, სწორედ რომ ნაციონალურ მოძრაობას უჭერს ხარჯს და სწორედ ეს ქონდა მასაც საფუძვლად. აბა ნახეთ, მისი განცხადების შემდეგ 2 საათში New York Times-ი აქვეყნებს და აქებს პრეზიდენტის განცხადებას. ვისი გაკეთებულია ესა? მარგველაშვილი სად აქვს ამის რესურსი? იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ელჩად ნაციონალურ მოძრაობის ამერიკაში, ან ვიღაცა ამის მსგავსი New York Times-ში არ არის იოლი ესე გამოქვეყნება, 5 წუთში აქვეყნებს. თვითონვე ვერ ბედავს საკუთარ განცხადებაზე და მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. და თავს ნამდვილად ვეღარ თვითონაც გაიგო ჩემი აზრით, მისი შემდგომი რეაგირებებით რომ რაღაც უმეცნებაში არა, აი ამ თემას მე ვასრულებ. ამ თემას რომ ყველა განცხადება ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ საზოგადოების წევრის, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მიდის ქვეყანა, ხოლო ამ დაუძლურებულ ძალას უნდა რომ ხარი დაუჭიროს და გააправოს. არავითარი ამის მსგავსი არ არსებობს და ხალხს მინდა მოუწოდოს იმ 7-ისკენ და სიწნარისკენ. 2000 კაცს კიდევ იმეორებ ნებისმიერ კელეხზე მოაგროვებს ნებისმიერ ოჯახი. არაფერი ჟურნალისტები არიან ბატონ ბიძინა, რომელიც არავინ არ ხდება არხის ჟურნალისტებს, დღემდე არ გამიგია. მე რომ ვინმე არხის ჟურნალისტებს ეხება ამ პროტესტზე და ამ აქციებზე თავად ამ არხის ჟურნალისტები და მათ არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს. არავითარი საფუძველი პრეზიდენტს უნდა რომ შეექმნას ეს საფუძველი. მისი განცხადება მე ეს ეჭვი მაქვს. მისი განცხადება მხოლოდ ამას ემსახურებოდა. რამე თუ რეალური საფუძველი არ არსებობს და ეს განცხადება თქვენ ხედავთ, არაფერი არ არის. არაფერი არ ხდება. ხდება ის, რომ განცხადება შეიტანეს, ერთმა მესაკუთრემ შეიტანეს სასამართლო და ნახეთ, ისტერიკებში არის ნაციონალური მოძრაობის რაღაც ნაწილი. ან მთლიანად ნაციონალური მოძრაობა და გვარამიას მეთაურობით. რა უნდათ, რა ისტერიკები აქვს. და ეს ისტერიკები გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას. ბოდიში მოიხადეთ. არავითარი ამის საფუძველი არ არსებობს. სულ მქონდა